გამარჯობა, მეომარი ვარ და ეს Wild-Dog-ის არხია. ეს კი ჩემი Tesla Model 3-ია, რომლითაც ვაპირებ ერთი და მოხვდით ჩავიდე ბათუმში და გადავკვეთო თურქეთის საზღვარი. მანქანას რაც შეეხება, ამ მანქანას აქვს 2 ძრავი, 4 საბურავი, გაგიკვირდებათ და ფარებიც აქვს მანქანას. რაღა დაგიმალოთ და 4 კარები აქვს. რომელიც იღება და იკეტება. ღმერთო ჩემო, ფარები უკანაც ქონია. ხადა ოფთხელს დააჭერდა იღება ხალხო. ეხლა ამ ღილაკზე დაჭერით რომ დაიკეტოს, მე გავგიჟდები რა. არ არსებობს რა. ეს ყველაფერი მეგობრებო რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა რომ ესეც ჩვეულებრივი მანქანაა და ნუ ეძახით ზოგიერთი უთოს, ზოგი ფენს და ზოგიც კიდე ტოსტერს, თორე არ შეიძლება Tesla-ს გაბრაზება. ხუმრობა იქეთ იყოს და ეს მანქანა კომპლექტაციით არის long range dual motor-ი, რომელსაც ამ მოდელებში ყველაზე დიდი range-ი აქვს და როცა 100%-ზე ვტენი, წერს 495-დან 500 კილომეტრამდე და რამდენ კილომეტრს გადის რეალურად, მაგას ეხლა ვნახავთ ამ ვიდეოში. ეხლა კი დროა წავიდეთ თურქეთში. აქიდან ამომიყვანა ახლა და დილის 6 საათია და დავიძრები ახლა ბათუმისკენ. ტელეგრამი შეერთებული იყო მანქანა და იმედია დატენილია. მანქანა ცოტა დასრული ყავს, მაგრამ არა უშავს. თბილისიდან გავდივარ და რეინჯი გვაქვს 486 კილომეტრი. კასპიის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, 430 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი. მოლოდინი მაქვს ისეთი, რომ თურქეთის საზღვარს გადავკვეთავ და კიდე 50 კილომეტრი დამრჩება. კონდიციონერის ჩართული გვაქვს. ქემალ-ფაშასკენ მივემართებით, გემრიელი ლახათლუხუმი მინდა მივირთვა და ბათუმსაც მინდა შევავლო თვალი. გორში ვართ, რეინჯი დაგვრჩა 400 კილომეტრი. ცოტა მინდა მანქანაზეც გესაუბროთ. ბევრს ამ მანქანაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს. ზოგიერთი იძახის, რომ ამ მანქანის პატრონები გეები ვართ. როდესაც გეი ხარ, შეგიძლია უბრალოდ ელექტრომობილი იყიდო და ყველაფერს მიხვდება. ზოგიც ღარიბებს გვიწოდებს, იმიტომ რომ ჩვენ ბენზინის საშუალება არ გვაქვს. ტენის მოკანა, ტენის პრობლემები მოკანაში, დალიბიჟო სახში არ მაგვი, არც მჭირდება, აი. რაც მყავს, შემიძლია ეს მანქანა შევადარო სიმპათიურ ბიჭს, რომელსაც არც ერთი გოგო არ აძლევს. ყველაფერი აქვს ამ მანქანას, უბრალოდ ემოციები გაკლია მანქანაში. ის აჩქარებაც კარგი აქვს ყველაფერი, მაგრამ ერთჯერადია იქ ყველაფერი, მერე უკვე გწყინდება რა. ხანდახან გჭირდება ის ემოცია, მანქანის ხმა, ელემენტარული მენატრება ხოლმე მექანიკა და ესე ბოთლი მიდევს ხოლმე და წარმოვიდგენ ვითომ მექანიკაზე ვზივარ და ამ ბოთლს ვაწვალებ ხოლმე. მაგრამ საერთო ჯამში ეს მანქანა პატრონის მარჯვენა ხელია რა. რიკოც ვიმყოფებით, მეგობრებო, ჩვენი რეინჯი ეხლა არის 315 კილომეტრი და ეხლა აქედან ზესტაფონამდე ეს რეინჯი აღარ შეიცვლება. ამ მანქანის ყველაზე დიდი პლუსი რაც არის, ეს არის რეგენერაცია. აი ამ დამღვარზე ეხლა დაახლოებით 10 კილომეტრს მოიმატებს მინიმუმ მანქანა და შემდეგ როცა გავსწორდებით ავტობანზე, ეს 10 კილომეტრი ეყოფა ზესტაფონამდე. ამ მანქანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი რაც არის, ეს არის კიდე ავტოპილოტი. ეხლა უკვე მანქანა თავისით ივლის, ჩვენი დახმარება აღარ ჭირდება, უბრალოდ რამდენიმე წუთში ერთხელ შემახსენებს, რომ რულს ხელი მოვკიდო რა. და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია სახლიდან წამოღებული ჩემი ცოლის მიერ გაკეთებული უგემრიელესი ჩინური ტორტი მივირთვა. აი ეხლა შემახსენ რაღაცა მოქმედებას რო აკეთებ მანქანაში, გაფრთხილებს, რომ წინ იხედო და რულთან ახლოს კონდეს ხელები რა. მაგარ გაჭირებაში ვართ ელექტრომანქანის პატრონები რა. ეხლა არაფერს რომ არ ვაკეთებდე და უბრალოდ წინ ვიხედებოდე, ასე ხშირად არ შემახსენებს, რომ საჭეს მოვკიდო ხელი რა.
გურიაში ვართ, 190 კილომეტრი გვაქვს რეინჯზე დარჩენილი. დანიშნულების ადგილამდე 100 კილომეტრია დარჩენილი. მინდა ამ მანქანის დადებით და უარყოფით ხარებებზე გესაუბროთ. დადებით რაც შეეხება, ეს არის ის, რომ ძალიან მაგარი კვადრო სისტემა აქვს, იდეალურად მუშაობს. თავარია იატაკი რამეს არ დაედოს და ყველგან გადის, თოვლია, ტალახია, რა ინტერესებს, ყველგან გადის. თავისი ბლოკიროვკაცა აქვს და ისე უაზროდ საბურავს არაბუქსავებს. ასევე ყველაზე დიდი პლუსი რაც არის ავტოპილოტის ფუნქცია აქვს და უკვე საუზმეც მოვასწარე ავტოპილოტის დახმარებით. ჩემი ერთგული მანქანა ყველა კემპინგზე ჩემ გვერდით არის. ისეთ ადგილებში დამყავს, რომ ჯიპის ფუნქციასაც ითავსებს. ისედაც დაბალი კლიერენსი აქვს, რომ ყველგან შიშით გადავდივარ, მაგრამ არასდროს ისეთი რამე ზიანი არ მიუღია, რომ მანქანა გაჩერებულიყო ან რამე სერიოზული პრობლემა შექმნოდა. უარყოფით ხარებს რაც შეეხება კიდე, პირველი რაც ყველაზე დიდი დისკომფორტია, ეს არის მინის აწმენ წყალს რო ასხამ მინაზე, გადმოდის კარებთან და ჩამოდის პირდაპირ სალონში. და ეს ძალიან დიდი დისკომფორტია, სალონს ძალიანად დასველებს, თუ ფანჯარა ამოწეული არ არის. ასევე მინის ჭერი ზაფხულში ძალიან ცხელია და მზე პირდაპირ შუბლში გაჭერს. ასევე მინის აწმენდებს მინის გაწმენდა უჭირს, იმიტომ რომ ამოსხმულ წყალს თანაბრად არ ანაწილებს. და როგორც გავიგე 20-22 წლიან მოდელებში უკვე ეგ პრობლემა გამოსწორებულია. დაბალი კლიერენსი კიდე ძალიან დაბალია, აი ძალიან დაბალია, ძალიან მოფრთხილება ჭირდება, მაგრამ ქვემოთ ელემენტს კარგი დაცვა აქვს. რაც შეეხება მანქანამ ჩემ ხელში გაიარა 50,000 კილომეტრი და ამ ხნის განმავლობაში მანქანა შეუცვალე მხოლოდ ერთადერთი მარცხენა წინა გიტარა. მეტი მანქანისთვის ფიზიკურად არაფერი არ გამიკეთებია. ეს რულში ამჩნევდით ვიდეოში, რული ამ ზაფხულს დამიზიანდა. ერთი წერტილი გააფუჭა მზის ხივმა და უკვე მაგის მერე სულ გაფუჭდა რა. ასევე ეს მანქანა თუ ყავთ, ძირთად სახლში უნდა ტენოთ და სახლში უნდა მოაწყოთ დამტენი, იმიტომ რომ ამის გარეთ დატენვას ფასტჩარჯერებზე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არანაირად დიდ სხვაობას არ გაძლევს ჰიბრიდსა და ელექტროს შორის. შორ მანძილებზე როცა მივდივარ და ფასტჩარჯერზე დატენვა მიწევს, თითქმის იმდენი ლარის დენი მჭირდება, რაც ბენზინი ჭირდება ჰიბრიდს. მლად იმდენი არა, მაგრამ ბევრითაც არ ჩამორჩებ. და სახლში ბევრად ეკონომიურია. ეხლა მე ამ მანძილს რაც უნდა გავიარო, გავდივარ ფაქტიურად 18 მაქსიმუმ 20 ლარის დენით რა. პლუსი აქვს კიდე აჩქარება, რომელიც ამის ძალიან დიდი პლუსია და ძალიან კარგ შეგრძნებებს გიტოვებს. მოსახვევებში ძალიან მაგრად დგას, ძალიან მაგარი აეროდინამიკა აქვს. ფანჯარას რომ ჩამოწევ, ჩქარა როცა მიდიხარ, ფაქტიურად აერი შიგნით არ შემოდის. რა დაემართა კაც? მაგდა არ იქოქე. აუჩ. ო შაკო. ჯო არ ვიცი რა ვიდეოს ვიღებდი და ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი და სადღაც 130 კილომეტრი, 134 აქვს კიდე დარჩენილი და გამიჩერდა რა. ქობულეთის ტერიტორიაზე ვარ, საერთოდ არ ვარდება სიჩქარეში, არც დეში, არც ერში, ნეიტრალშიც არ ვარდება და ობობა ევაკუატორი მინდა. ხო, რავი, თბილისამდე რო ჩამაყვანინოს და მერე თბილისში გაუგებენ, აბა აქ ვინ გაუგებს ამას რამეს. კაი, მიდი და გელოდები, აბა. კაი. მაგრამ არა მეგობრებო, ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. ბათუმს მოვადექით, 122 კილომეტრი გვაქვს კიდე დარჩენილი და სარფამდე გვაშორებს 37 კილომეტრი. სარფამდე არა, ქემალ-ფაშამდე. 37 კილომეტრი. როგორც ვარაუდობდი, ისე იქნება. სადღაც 70 კილომეტრი მექნება კიდე საზღვარზე რომ გადავალ რა. ბათუმში ჩამოვედით, 109 კილომეტრია დარჩენილი რეინჯზე. ბათუმს შემოუვარეთ, თვითონ ბათუმში არ შევედი. შემოვლითი გზით წამოვედით და ეხა აქედან გავეშურებით სარფისკენ. გზად დაზღვევა უნდა გავაკეთო მანქანის, იმიტომ რომ თვითონ საზღვარზე ძვირია ეს დაზღვევა. მერე უკვე გადავალთ საზღვარზე.
დაზღვევაც ავიღეთ 85 ლარი ღირს, 3 თვე აქვს ვადა და 3 თვე შეგიძლია ამ დაზღვევით გადახვიდეთ თურქეთის საზღვარზე. უბრალოდ Lexus Model 3 მიწერია მანქანის მოდელში. იმედია რამე პრობლემა არ შეიქმნება. ამათმა მითხეს რომ პრობლემა არ არისო. საზღვარზე სადღაც 150 ლარი ჯდება და ესენი აკეთებენ 85-90 ლარში რა. და ისიც მეგობრებო, მოვედით საქართველოს-თურქეთის საზღვარზე, კონკრეტულად სარბში და რეინჯი ჩვენი მანქანის რამდენი გვაქვს დარჩენილი კიდე. მოვედი საქართველოს-თურქეთის საზღვარზე. თითქმის მთელი საქართველო გამოვიარე და კიდე 89 კილომეტრი აქვს დარჩენილი რა. ამას კიდე 89 კილომეტრზე ბევრად მეტის გავლა შეუძლია, იმიტომ რომ 0 კილომეტრზე რომ დავა, მაგის მერე სადღაც გონი 40 კილომეტრი აქვს რესურსი, 30-40 კილომეტრი რა. ნავი, ბევრად მეტის გავლა შეუძლია კიდე რა. ეხლა გადავალ ქემალ-ფაშაში, აი ლახათლუხომს მივირთვებ და შემდეგ დავბრუნდები ბათუმში. აი ეს მანძილი ეხლა ხო სადღაც 18 მაქსიმუმ 20 ლარით დავფარე და ეხლა ვიღაცა გულში უეჭველი ფიქრობს, ამის უთოდე დავატირებ, ამას მაინც თხევადი გაზი მირჩევნია, გზაზე მაინც არ დავრჩებიო რა. თბილისიდან მოვდივარ სარბში ვარ, გადავდივარ თურქეთში და ვაპირებ უკან დაბრუნებას. ჯერჯერობით არსად არ დავჩენილ ვარ და დღეს უკვე ფიზიკურად მეტის გაგზელება აღარ შემიძლია რა, უკან რო დავბრუნდე ისევ და მანქანაც ხო ცოდვა, მანქანაც უნდა დაიტენოს, მაინც უნდა დაისვენო და იმ დასვენების პერიოდში შეგიძლია მანქანაც დატენო სახლში. თუ გეჩქარება და გასაქცევი ხარ, fast charger-ზე დატენი, სადღაც 1 საათის განმავლობაში 0-დან 100-მდე იტენება. საქართველოს პასპორტ კონტროლი გავიარე, ეხა თურქეთის პასპორტ კონტროლზე შევდივარ, მერე სავარაუდოდ მანქანას გაჩხრეკენ და უკვე გადავალთ თურქეთში. გადმოვედით თურქეთში, საზღვარიც გადავკვეთეთ, რეინჯი დაგვრჩა 83 კილომეტრი, სადღაც საათზე მეტი ვიყავი რიგში, კონდიციონერიც ჩართული იყო და 7 კილომეტრი მოგვაკლო. ვაგრძელებთ გზას ქემალ-ფაშასკენ. მოვედით ქემალ-ფაშაში, აქტუანებული ვარ ქალაქით, პატარა ბრატისლავაა. ეხლა რამე კაფეს მოვძებნი, ან რამე მაღაზია, სადაც გემრიელი ლახათლუხომი იყიდება, ან გემრიელად გამოიყურება და ვიდეო შეჯამება გავაკეთოთ. მოკლედ საქართველოში ვართო, თურქეთში ვეღარ გამიგია. ყველგან ქართული ლაპარაკი მესმის. მაღაზიებში გამყიდველიც ქართველია, მოხმარებელიც ქართველია და ყველა ქართველი. ან ქართველი თუ არ არის, ქართულად მაინც ლაპარაკობს. გეგმა შესრულებულია, თურქეთში ჩამოვედით ერთი დამოხტვით, მანქანამ იმაზე მეტი გაიარა, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ლახათლუხომის დავაგემოვნე. ძალიან ფასი არ მახსოვს, ეხლა რა მივეცი ამაში. ერთი სიტყვით, რაც ჩავიფიქრეთ, შევასრულეთ. ეხლა უკან საზღვრისკენ მივემართებით, უახლოეს fast charger-ზე მივალ, დავტენი ცოტას დავისვენებ, შემდეგ გავემართებით თბილისისკენ. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით, მეომარი ვარ, ეს Wild-Dock-ის არხია. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.